როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ კლასიკურად. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. და რა თქმა უნდა, თუ რამე ხმები შემოვა ძროხების, კატების, ზაღლების, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ გავაკონტროლებ, რადგანაც კვეჩებს საყვარელ სამტრედიაში ვარ. და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მოლოცვებისთვის, უამრავი თბილი სიტყვებისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი და ღმერთმა დაგიბრუნოთ 1000 ჯერ მრავალი სიკეთე, რაც თქვენ მე მისურვეთ. მაშინ ასე დავიწყოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ფიქრი, რას ფიქრობს? პირდაპირ შენზე ფიქრობს. ეს ძალიან საინტერესო ენერგია, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს სწორ მოქმედებას შენთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აქ ჩანს რომ შენ მოქმედება უკვე გააკეთე, ეს ადამიანი ჩააგდეს საგონებელში და მან უნდა მიიღოს შენთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი არა, აი სწორი გადაწყვეტილება და ეს ადამიანი ფიქრობს ამ სწორ გადაწყვეტილებაზე. თუმცა ძალიან აპროტესტებს ამ სიტუაციას, ძალიან მისთვის მიუღებელია ასეთი გადაწყვეტილების წინაშე რომ უნდა დააყენოთ ან არჩევანიც რო არ აქვს და სწორად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ეს აღიზიანებს ისე ყველაფერი აინტერესებს შენზე. მე აქ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ გიყურებს ყველა სოციალურ ქსელებში ან მისი აკაუნტით ან საერთოდ ფეიკით ან ნუ მოკლედ შეიძლება საერთოდ რაღაცა სხვა საშუალებებიც კი აქვს ამ ადამიანს რომ გიყუროს. ყველას არ აქვს ხო სოციალური ქსელები. ამიტომ თავარი ფიქრი არის შენზე ასეთი. მოდი ბარემ მკითხოთ, მიიღებს თუ არა მიახლოებით ამ სწორ გადაწყვეტილებას? მიიღებს, ნუ საეჭვოა სწორი გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მაინც ადარდებს. ნუ არ არის მარტივი საკითხი, სწორი გადაწყვეტილება. სხვა გზა არ არის, უნდა დაფიქრდეს ამაზე და სისრულეში უნდა მოიყვანოს თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მე მგონი უფრო იმათზე იქნება, განსაკუთრებით თუ ერთ წრეზე წავიდა ეს ყველაფერი დაუსრულებელი წრე რო არის, ყველა სიტუაცია რაღაცნაირად ერთი მეორეს გავს და გაკვეთილები თითქოს გეგონებოდა გამოტანილი არის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ არის გამოტანილი აქ. დასკვნები გამოტანილია, რა თქმა უნდა, მაგრამ გაკვეთილი არ არის სწორად შეთავსებული. ამიტომ ნუ სწორი გადაწყვეტილების ის რაღაცა საკუთარ თავს არ ეყრდნობა შინაგანად, ბევრი ეჭვები აქვს, ნერვიულობაც აქვს. სანამ თქვენამდე მოვა ეს ადამიანი სწორი გადაწყვეტილებით, ჯერ მან თავისი ცხოვრება უნდა მოიწესრიგოს. თავის ცხოვრების მოწესრიგებაში გულისხმობს შეიძლება ქონდეს მას ცალკე არჩევანის და ნებისმიერი არჩევანის, როგორც სულიერს, უსულოს და ნუ მოკლედ ეს ძალიან დიდი პრობლემა და ზუსტად მაგის უკან რაც დგას, ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. მაგრამ შენზე ფიქრი აქვს, შენზე დარდიც აქვს, თავის თავზე დარდიც აქვს და მთლიანობაში შენზე ფიქრობს, ეს უკვე ძალიან კარგია. და ყველაზე მთავარი რა არის კარგი იცი? შენ რაც უთხარი და უშუალოდ არის წინაშეც დააყენეს ადამიანი უკვე მოგისმინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება უბრალოდ თქვი და ერთ ყურს შეუშვა, მეორეს გამოუშვა. ესე არ არის ნამდვილად, ამიტომ ძალიან კარგია ეს. ნახოთ, რას გრძნობს შენთან დაკავშირებით, რა გრძნობა. ой, როგორი მიჯაჭვულობა აქვს და როგორი იმედგაცრუებულია, გულგატეხილია. მე მაინც ვფიქრობ, მე საერთოდ ფიქრიდან დაგრძნობინო ხდები ადამიანს. ამიტომ ამ ადამიანს რა თქმა უნდა ვნებაც დიდი აქვს, მიჯაჭვულობაც ძალიან დიდი აქვს შენზე, მაგრამ გამოსავალს ვერ უყურებს ამ ურთიერთობაში. მთლიანობაში მე ჯანსაღი არ მეჩვენება ეს ყველაფერი. არც მას არ ეჩვენება ჯანსაღი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შენთვის სასურველი ხარ, შენთვის საყვარელი ქალი ხარ, რა თქმა უნდა, თუმცა ის ჯანსაღი გრძნობა, რომელიც ყველა ქალს ჭირდება, მე დღევანდელ ენერგიებში ძალიან დამაკლა. გრძნობა რომ ჯანსაღი არ არის გოგონება, შესაბამისად არაჯანსაღი იქნება მოქმედება. მოქმედება შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ არაჯანსაღი. ნუ 4-იანი პენტაკლის მდგომარეობა, ეს არის რაღაცა, მე ამ 4-იან პენტაკლის მამაკაცებს ვეძახი, რომ გმირობს, გმირია თავისი საქციელებზე, რასაც აკეთებს თუ არ აკეთებს, გმირობას აწერს ამ ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, შინაგანად გაშვებული არ ყავ ხარ, მაგრამ აქ არის მთავარი, არც მე და არც სხვას. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. ეს უკვე გადაწყვეტილება, ეს უკვე მისი დღევანდელი რეალობა და მდგომარეობაა. რას მოიმოქმედებს, რა იქნება მისი მოქმედება შენთან დაკავშირებით, როგორი მოქმედება იქნება? მოქმედება ყველაფერი გადასაჭრელია, ვნახოთ მოქმედება როგორი იქნება. ნახე, ვერ გავიგე რანაირი მოქმედებაა. თან მოქმედებაც არის და თან მოქმედებაც არ არის.
ალბათ. ჯერ-ერთ მოსახდენი მაინც მოხდება, რასაც მე აქ უყურებ. მერე მეორე. ჯერ არ არის იმის დრო, რომ სისრულეში მოიყვანოს ურთიერთობა. შენთან ურთიერთობა უნდა, მაგრამ ახლა რომ იმოქმედოს სისრულ, აი რომ მოიყვანოს წესრიგში ურთიერთობა, რომ დაასტატუსოს მინიმუმ თქვენი ურთიერთობა და თქვენ შორის რამე რო გაიგოს. ეს იცის რომ დასალაგებელია 1000%, მაგრამ ჯერ არ უნდა. ჯერ არ უნდა, აი რაღაცნაირად არ უნდა და თქვენ თუ მაგალითად ეტყვით რომ всё, ამ პერიოდებში არ რაღაცას გააკეთებ, ან მე მივდივარ, ну შეიძლება ეს გააჟღერო, მაგრამ არაფერს არ იმოქმედებს მასე, იმიტომ რომ ჯერ არ უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ну ამ ყველაფერზე ფიქრობს და გონებაში აქვს, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელი მაქვს, მაგრამ ჯერ არა. იმიტომ რომ აჰა, რაც გასაგებია. გასაგებია ყველაფერი. სერიოზულობის მომხრე არ არის ურთიერთობაში. სერიოზულობაში გულისხმობ ცოტა სერიოზულ საქციელებს და მეორე კიდე სხვა ცალკე მეზობლის მამალმა შეიკიკინა. არ ვიცი მაგ თუ ისე უკვე აგერ მირთყოს. ან კიდე სხვა არის ის, რომ უნდა განეშოროს ყველანაირ გარემო ჯაჭვულობებს, მესამე ფაქტორებს და რაღაცა უნდა შეცვალოს აუცილებლად პირველ რიგში საკუთარ თავში. ამიტომ საკმაოდ შინაგანად რო გითხრა რომ всё ამას გააკეთებს და დღეს ამისთვის მზად არის, რა თქმა უნდა დღეს არ არის ეს ადამიანი მზად, არც ხოლ არ იქნება ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ უნდა, მე თუ არ მინდა დღეს, ნახე, ტარო რაში არის კარგი, როცა შენი ხედები დღეს ამ ადამიანში რა ხდება, მომავალიც თავისთავად უკვე ცხადია. ამიტომ მოქმედებაში ისე თქვენ უნდა იმოქმედოთ ისე, რომ არანაირად არ უნდა მოერგოთ არანაირ სიტუაციაზე, თვალები არ უნდა დახუჭოთ არანაირ მის არასერიოზულ ქმედებაზე. არასერიოზულ ქმედებაზე. მაშინ რჩება, მაინც დავადასტუროთ თქვენზე, როგორი რჩება თქვენზე. დააკელით ამ ურთიერთობას ყველაფერი, დააკელით. დაუცნაურია. ძალიან უცნაურია, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა. თუ თქვენ ამ ურთიერთობაში იქნებით სრულად და მთელი ემოციები და გულით ჩაეფლობით და მიენდობით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაშინ თქვენ ძალიან გული გედგინებათ ამ შემთხვევაში ამ ადამიანიდან და საერთოდ სიტუაციიდან. იმიტომ რომ მე ვერ უყურებ, რომ ჯერჯერობით ამ ადამიანს რაღაცა მნიშვნელოვანი და ღრმა უნდოდეს და ერთ ადგილზე გაჩერება უნდოდეს შენთან ერთად. უნდა ფიქრში აქვს, მაგრამ რაღაცა ასეთი პროგნოზი არ მომდის. თუ რა თქმა უნდა თქვენ ვერ იცანთ ეს ადამიანი და არ მეთანხმებით იმაში რომ არა ეს ადამიანი ესეთი არ არის ეს სხვა სიტუაცია გვაქვს მაშინ რა თქმა უნდა მე გილოცავთ და თქვენზე არ იქნება ეს ბაშა მაგრამ თუ გეცნოთ სიტუაცია მაშინ არ დაიგნოროთ ზოგადი გაშლების მადლით დღევანდელი ინფორმაცია და რა თქმა უნდა მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით